დაუბრუნდით. გძელდება მეგობრებო. გადასარევი განწყობები გვაქვს დღეს. და გეტყვით რომ შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი საქართველოს რეიტინგში ნომერ პირველი ლაშა როინიშვილი არის დღეს ჩვენი სტუმარი, ჩვენი ქვეყნის უძლიერესი მამაკაცი ორთაბრძოლების გარდა, მოკლედ გეტყვით რომ ხატვითაც არის დაინტერესებული და ქონდა რამდენიმე გამოფენაც. მოკლედ ძალიან საინტერესო ადამიანია და მე ვფიქრობ რომ ჩვენი მაყურებელიც უნდა იცნობდეს ძალიან კარგად. უკეთ უნდა იცნობდეს. უფრო ახლოს. მოგესალმებით და მადლობა რომ მოგესალმებით. არ გაგაბრაზებთ თქვენ. მას არ ამოღები მე არა. აბა ახლა ჩაგივარდათ ეხა ხომ ის და გადაშა არ ბრაზდები ძალიან შვიდი ხასიათი მაქვს. ფათაშორის ხო როგორი პარადოქსალურია ესე იგი. აი ოქტაგონზე და რინგზე გამოსული სპორტსმენები რომლებიც რაღაცა გონია რომ ძალიან აგრესიულები არიან ცხოვრებაში პირიქით არის აბსოლუტურად პირიქით არის ეს ყველაფერი ყველაზე მშვიდები არიან აი მებრძოლები ადამიანები იმიტომ რომ იმათმა იციან კონტროლი თავის ემოციის იციან მე მგონი დამეთანხმეთ რინგზეც და ოქტაგონზეც თუ არ გააკონტროლე შენი ემოცია შენზე გაცილების სუსტ მოწინააღმდეგესთან შეიძლება დავა. აბსოლუტურად სწორია კი. იმიტომ რომ ემოცია სულ აშვებინებს ადამიანს შეცდომებს. თუმცა ეს პროფესიონალურ სპორტში გამოიხატება. 28 თებერვალს რა მოხდა რა წარმატებას მიაღწია? შესაძლოა ვიყავი შეჯიბრება იყო. კი, მე მოკლედ ესე რომ მაგიხსნათ, ანუ მე გამოვიდე რომ მუშტიკრივში ეს განსხვავდება MMA-ისგან, ანუ მუშტიკრივი ალბათ ესეთი ყველაზე უხეში სპორტს დავარქვევდათ, განსაკუთრებით ბრძოლები ხელთათმანის გარეშე. ეს არის მცირე რინგში, ნუ ერთ-ერთი აი ყველაზე სანახაობრივი, მაგრამ ალბათ ყველაზე სისასტიკით ნომერ 1 იქნება. აი მე აი კადრებს ხედავს ჩვენი. და ანუ მე 28 თებერვალს მქონდა შეხვედრა ნომერ 1 რეიტინგში, ვინც იყო საქართველოს ჩემპიონი, ძალიან გამოცდილი მებრძოლი იყო და ჩვენ განსხვავება წონაში იყო სადღაც 25-30 კილო. ანუ აბსოლუტური კატეგორია იყო. კი, მე გავდივარ ორ კატეგორიაში ვჩხუბობ, აბსოლუტურში და 93-ში. აბსოლუტურში ზედმეტად უცხოეთში ვჩხუბობ, საქართველოშიც და ბევრად მძიმე მოწინააღმდეგები მხვდება 20 კილოთი და 2 თავით მაღალი, მაგრამ ჩემთვის კომფორტული არის. აი ხო, სისწრაფით მეტი უპირატესობა. ანუ ფიზიკური ძალა საკმაოდ მაღალი მაქვს, მაგრამ ამ კატეგორიაში ბევრად სწრაფი ვარ შედარებით. კი, დიდი უპირატესობა არის, მაგრამ თვითონ წონაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ეხლა კი სისწრაფით პატარაზე თუ მოგიდუნდა ყურადღება და ხო და ეს ძალიან კარგია, თამით უმეტეს წარმატებას რომ არა, ჩემი ოჯახის წევრი მაგალითად რო იყოს სამყელები დაკავებული იყო ძალიან ვინერვიო გული გამისკდებოდა და მე მაინტერესებს აი შენი ოჯახის წევრები როგორ გულშემატკივრობენ, იმიტომ რომ ვერესწრებიან ხოლმე. ხო, გული გამისკდებოდა. არ ვარ მომხრე რომ ჩემი ოჯახის წევრები დაესწრო. თქვენ ხართ? კი და ძირითადად მოусმინოთ რატო. ანუ მნიშვნელოვანი მომენტი არის მე ძირითადად ესე ვამბობდი რომ მან საჭიდაოდ მივდივარ ან შეჯიბრებაზე გავდივარ ან გადაღება მაქვს და მხოლოდ რომ დასრულდებოდა ივენტი მე შემიძლია ძალიან შორიდან ეს კადრები ვაჩვენო. ნუ უფრთხილდები. ო არა, უფრთხილდია, პირიქით შეიძლება მათთვის იყოს უკეთესი რომ ის ნამდვილად დამერწმუნა უკეთესია, მაგრამ ჩემი ბიჭაშვილი დადიოდა ბოქსსა და მე ან ბოქსზე ვერაფერ ვერ დავყვებოდი, არ შემეძლო მეთქი. კრივიც ისეთია და ეხლა ეს თლად ეს საერთოდ. ეგ კი, ანუ მიუხედავად რომ ესეთი სისასტიკე არის ამ სპორტში, მაინც ნამდვილი პროფესიონალები, ანუ ბოლომდე ურჩებით ნეიტრალურები. ანუ აი ამ ბრძოლაზეც ახლა რომ ვისაუბროთ, აი თავშიც ჩვენ მე ვისაუბრეთ შემოწინააღმდეგეს უთხარი რომ დიდ პატივს ვცემ და არანაირი პიროვნული ხო ამ არ გწოდება ხოლმე ის მაინტერესებს. აი ეს არის ყველაზე რაინდული ამბავი ხდება მან. აი ამ ამბის მერე რომ იმას პოულობენ ძალას იმაში რომ ჩაეხუტონ ხელი ჩამოართვან და პატივისცემა გამოხატონ, აი ეს არის ყველაზე ერთი წამის წინ რომ ესე იგი როგორ გამეცებით ომი არის, მაგრამ მე პირიქით უფრო ვაფასებ იმგენს, ვისაც ხვდები, რადგანაც ერთი გზა გვაქვს მსგავსი ფასეულობები და როდესაც კაცს შეუძლია ესე უშიშრად გავიდეს იჩხუბოს. ჩემი აზრით ყველაზე დიდი შიშის გადალახვა არის ესეთი ბრძოლა და ჩხუბი. ანუ მსგავსი მე არაფერი არ განმიცდია, როგორც ესეთი ბრძოლების წინ.
კი ბატონო, ბრძოლა, ომი და ესე არის მოწინააღმდეგის პატივისცემა. სულ მეგონა რომ ამ ჩხუბის მერე აბა რომ დამთავრდება გამოდი ერთი. მე რაღაცა გამოდი, გამოსული არ ხარ. არა, ხო, ამაზე მეტად გამოსული. რა არის, თქვენი მშობლები არ ესწრებიან, თუმცა ვიცი რომ თქვენი შეყვარებული ყოველთვის ესწრება, ხო? და თან ასე თქვა საქართველოს ჯარში მსახურობა, ეს ცოტა თქვა. საინტერესო კი ბატონო, მოგვიყევით ამის შესახებ. ჩემი ყველაზე დიდი ფანატი არის. შეისწავლა ჩემთვის ეს სპორტი, აი ყველა მებრძოლებს იცნობს, ტექნიკაშიც გაერგვი რაღაც რჩევებს მაძლევს. ყველაზე პირველი გულშემატკივარია. კი, ისე აუცილებლად. ერთადაც უნდა დაგპატიჟოთ, მე მგონი თუ არ იქნება წინააღმდეგი. დიდი სიამოვნებით. ძალიან საინტერესო. კარგი რუბრიკა ჩვენ რა. დიდი კი, სიამოვნებით. ფოტოები გვაქვს და ეხლა გაჩნდა, აი, ულამაზესი შეყვარებული შეიძლება. ამ სურათზე ბევრს გადაობდნენ, რადგან ერთ სურათში რომ ვზივართ ერთად, აი ხელი ჩაკიდებული ვართ და მე მაქვს დიდი ფინგალი. ეს აი მე. და ეს ვიყავით სტამბულში და აი ქვემოთ კომენტარიც რა ალბათ ქალს გახედაო და რა. ანუ ძალიან ესეთი მიჭერს ხელს და მე ცოტა დაჩაგრული ვზივარ მოკლედ შეყარებულთან როგორ უნდა ანიშნოთ შემდეგ მაგ დროს. ხო, დავიდეთ ახლა კიდევ ერთ-ერთ მთავარ თემაზე, რომელიც მე უკვე აღნიშნე, რომ როდის დაიწყე ხატვა? აი ამ ყველაფრის მე, იმიტომ რომ პარალელურად თან ასეთ საქმეს იყო შეჭიდებული და ხატვასაც თავისი სიმშვიდე და თავის გარემო ჭირდება და თან ახლა პრაქტიკაშიაც იქაც ხატავს რინგზეც, სახეს უხატავს. უფრო მუქფერებზე არის გაფიათ. უფრო წითელ ფერებში. დილებზე მუშაობს. კი, კონტურებს იმაშვები. ნახატებსაც ნახე. ეგ აი მე ესეც შეხედული ვსვა, რომ ანუ მოძრაობა ადამიანის აი, მოიცადე. ანუ მოძრაობა ადამიანის არის სიცოცხლე, ენერგია და შემოქმედება ჩემი აზრით აძლევს აზრს ადამიანის ცხოვრებას, მაგრამ შემოქმედება არ არის მხოლოდ ხატვა. აი ადამიანი რაში ჩადებს თავის სიყვარულს, თავის გულს, აი ბრძოლაც ხო შემოქმედება არის, ვისთვისაც ეს საინტერესო არის, მოძრაობა, დარტყმა, დაცვა, ფილოსოფია, არქიტექტურა, სიმღერა თავისთავად, ხატვაც იგივე ხელოვნება არის, როგორც ბრძოლა. უბრალოდ ზეთ შეხატავ? კი, მიყვარს, რადგანაც აი ზოგჯერ ოთახში უბრალოდ დავდებ და რაღაც რამოდენიმე კვირის განმავლობაში ვამატებ. ეგ ჩემთვის აბსოლუტურად სხვა ცხოვრება არის, სხვა ვექტორი. სიმშვიდეს პოულობ, დარწმუნებული ვარ. კი და უბრალოდ სულ მქონდა სურვილი რომ აი ეს ძირითადად ეს ჩემი ვიზუალი, ეს მიმართულება რაც მაქვს დავივიწყო და რაღაც აბსოლუტურ ახალში გადავერთო და აი ხატვა ზუსტად ანუ რაღაცა იქ ჩხუბობს ერთ ამბავში და მე მოდის და ხო, სიფაკი თავისი ანუ ყოველდღიური სიფაკიზე რაღაცა გადმოაქვს მე თავის ემოციები ასე თქვა აი რაც იქ ქონდა ჩაჭებრის როლის დროს თუ გადმოგიტანე ასეთი კი კონკრეტულად აი თუ მიგიძღვნიათ იმისთვის რას გძნობთ იმ მომენტში აი მეფეკინგი რო იყო კი მსგავსი ემოცია ანუ ჩემი აზრით ნახატით როგორც ნებისმიერი სხვა ხელოვნებით რაღაც ემოციას გადმოცემ და აი ზუსტად ამ მომენტს ვცდილობდი რომ დავიჭირო და დავაფიქსირო და შეიძლება ტექნიკურად ახლა რომ შევაფასო ჩემი თავი მე ვერ ვარ ძალიან ტექნიკ ხატვაში მაგრამ ის ემოციის დაჭერა და გადმოცემა შემიძლია, ამიტომ ნახატები საინტერესო იყო და ესე ვიტყვი რომ ორი ნახატი გაიყიდეო კიდევ. ხო და გამოფენა გქონდა და სად გქონდათ როდის გქონდა? საკმაოდ ძვირად გაიყიდა და სად გქონდა გამოფენა გითხარი და შემდეგი კითხვაც ხო დაგისვლა. მე ანუ გამაწევრიანეს ანუ ხატვართა კავშირში, ანუ ოფიციალურად როგორც ხატვარი ისე ვარ, სამჯერ წაიღეს სახელმწიფო. წინააღმდეგი ხო არ წასულა ვინმე? არა ვერავი, არა, ვერავი. ძირითადად ყველა აქტუალებული არის, ყველა აქტუალური. რაც არ გავაკეთო, ყველა აქტუალებული არის. ყველა იქნება და ფანტასტიკ. რაღაც მომენტში ფიქრობდი ამაზე. ის ძალიან გადაუვეგნო თუ სისულელებს ხატავ და მომენტ ფანტასტიკური არის. უბრალოდ თუ ეშინიათ რომ მიდღარნა რაღაც ვერ არის. რა მაინტერესებს ახლა საზღვარგარეთაც გიწევს ხო? კი, გასვლა და აი იქ თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ აი გაუგიათ შენი ამ
ჰობის და მიმდინარეობის შესახებ ხატრობა რასაც ხვდა და თუ დაინტერესებულან. ძალიან ბევრი არ იცის, უბრალოდ არ მიყვარს ესეთი, მაგრამ აფიშირება დიდად არ მიყვარს, რადგანაც აბსოლუტურად რაღაც განსხვავებული ის არის და ანუ ორი ბარბერშოპში უცხოეთმა იყიდა 2500 ევროდ. ეგ ანუ არ იყო რაღაც მეგობრული ჟესტი, უბრალოდ ნახეს ჩემი გამახატები და შემომთავაზეს რამოდენიმე თანხა. ერთი ფიქრობდი ვისვეს ეს ხო დღეს ფული იყო შენგენა. ჩემთვის იმ პერიოდში, როდესაც ბრძოლაში ვიღებდი, ალბათ ორჯერ ნაკლებს და ვფიქრობ ფანტასტიკური არის. არა რა. თავისივე ნახატებით რო გამოვარინზე. მაგრამ არის ორი ნახატი, რომელიც არ გავყვი, მიუხედავად რომ ხო, ნუ არის რაღაცა, რომელსაც ვერ შეიძლება. და ყველაზე მეტად ანუ მე უხატავდი ალბათ 3 თვეზე მეტი ეს არის რუბენსის კოპია ეს არის გერკულესა და ნემეის ლომი ფანტასტიკური ნახატი არის და მიყვარს ეს მიმართულება ძალიან საი ადამიანის აი სხეული ძალა და აი ეგ ძალიან მხიბლავს იმიტომ რომ აი არის ესეთი ლეგენდებიც რომ აი პლატონის და პიფაგორი ჩხუბობდა ანუ მიუხედავად რომ დიდი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი იყო ანუ პანგრატიონში გამოდიოდა ეს პირველი კი ბატონო და მეც რაღაც ეგეთი დავიჭირე ჩემი თავი რომ ანუ ჰარმონია უნდა იყოს სხეულშიც და ხო ამ ხელა მოაზროვნეები იყვნენ და ხო ძალიან ბევრი იყო სხვათა შორის მე ბაირონზე ვიცი მაგალითად რომ კრივით იყო გატაცებული და ბევრი იყო ეს ანუ არ მინდა რომ იყოს ეს სტერეოტიპი რომ ადამიანი თუ კრივში არის ან სპორტში რომ ნაკლებად ინტელექტუალური არის ან მხოლოდ ამ სახეობაში იყო ეს ესე არ არის ეს ესე არ არის და ზუსტად ნამდვილად და მნიშვნელოვანი არის რომ სწორად შეხედონ ყოველ ადამიანს კი ბატონო ჯანსაღ სხეულში ჯანსაღისული და რატო არ შეიძლება რომ ადამიანს ამის გარდა ძალიან ბევრი ისეთ საინტერესო მისწრაფება ჰქონდეს ასევე ისიც უნდა ვთქვათ რომ პანდემიის პერიოდში ლოკომოტივის სტადიონი გადააქციეთ ასე ვთქვათ სავარჯიშო სივრცეში და ესეც რაღაცას ხშირად აკეთებთ როგორც კრეატიული იდეები მაქვს მხოლოდ პანდემიის დროს ეს კონკრეტული იყო პანდემიის დროს ანუ რაღაც კუთხე მომწეს და ანუ იდეა მომივიდა რომ გავაკეთო ღია ფორმატის დარბაზი მან დღის განმავლობაში 200 ადამიანამდე მოდიოდა საშუალება მქონდათ რომ უფასოდ ევარჯიშათ ეს იყო პროექტი სექტორ 27 და შემდეგ ეს პროექტი გავანვითარე სხვა იდეა მომივიდა ზღვის კონტეინერი გადავაკეთე შიგნით სახლი იყო გარედან სავარჯიშოებით და დავდვით კუსტპაზე 2 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა საკმაოდ ლამაზი გაკეთებული იყო თან ხელით ქონდა შიგნით ყველაფერი გაკეთებული ანუ გეხერხება ეს ამბავიც ეგ მომწონს კი და ყველაფერს ხელით აკეთებს ანუ ტურისტებიც დადიოდნენ ანუ მონიშნული იყო როგორც ესეთი ზონა ანუ კატები მყავდა რაღაც ისინი ბაჭიები და ანუ ძალიან ესეთი განსხვავებული ადგილი იყო დღესდღეობით ახლა უკვე მე და ჩემმა პარტნიორმა გავაკეთეთ კლუბი დიდი ფიტნეს კლუბი Wolves Academy და ამ ჩემ იდეებს მიმართულებით რომ ფიზიკურად და ინტელექტუალურად უნდა განვითარდეს ადამიანი ჩადებული გვაქვს ეს იდეა ამ კლუბში ბავშვების ვარჯიშები, დიდების ვარჯიშები და გვესტუმრეთ ერთხელ გაჩვენეთ როგორ გამოიყურება არტმის შეჯიბრებაც რომ კი ეგეთი იდეა შევქმნეს Iron Punch-ი ანუ ყველას გვაინტერესებს ვინ უფრო ძლიერად ურტყავს და აპარატები მედიკად თბილისში კი აი ეს სწორად იმაშუება ეგ რა ეს ქულებს წერს მაგრამ ეხლა ჩამოვიტანე სპეციალურად აწყვეს კილოში ზომავს დარტყმას და მინდა საქართველოს ჩემპიონი ჩავატარო ხო ეს საინტერესოა უკვე პროფესია იმიტომ რომ ხო არის ყოველ ცნობილ მოკრივეებს იმაზე აისონზე იცოდნენ ამდენ ტონიანი დარტყმა ქონდა ისიც და ეს ძალიან საინტერესო უმედის ამაზე კამათი და იქ პირდაპირ აჩვენებ აი უცხოეთიდან ჩამოტანა გახსენე მაგრამ მე ვიცი რომ შენ გეპატიჟებიან უცხოეთში დაკპატიჟეს კონორ მაკგრეგორმა არც მეტი არც ნაკლები აბა ერთი ამის შესახებ აი მოგვიყევი ამის შესახებ მე ვიყავი არის ესეთი ფედერაცია მუშტიკრივის ბერნაკალ და მე შევძელი რომ ანუ კონტრაქტს მოვაწერე ხელი ერთ ბრძოლაზე და ანუ ვიყავი ჩასულეს მონტენეგროში ჩატარდა და გამიმართლა ალბათ პირადად გავიცანი ვისაუბრეთ კიდევაც კონორთან უძრე შემომთავაზა ის ლუდის გაუშვა ახლა იმის ჩამოტანა მე ვარი უცხარი მოიცა გითხარი ჩემ თემას მივადე
ანუ სმაწესების გარეშე მე მოწინააღმდეგე ალკოგოლის განვითარებაში ვერ ჩავერთოთ, მაგრამ თავისი ბრენდია. წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა. ანუ თავისი ბრენდი აქვს, სიგარების, იმის ვისკი და ახლა ლუქის. თუ კი რამე არა ჯანსაღის ხოვრების ის არის. აბსოლუტურად როგორ ყველაფერი გააქვს. და ძალიან მაგარი შოუ იყოს, დიდი სტადიონი და შესაძლებელია ესე მოხდეს, რომ ეგ შოუ წელს ჩამოვიდეს ჩვენ საქართველოში. კი. ისე როგორი ტიპაჟი ახლა აი როგორც ესეთი აი ფანფარონული მაქსიმალურად ენერგია, აი შეუჩერებელი, აი აქ დაждდება, სიგარეტს გაჩუქებს, იმას გაჩვენებს, ამას შემოგთავაზებს, აი მოუსვენარი ტიპია, ხო ესედაც როგორ. აქტიური, აი ენერგიით სავს, ძალიან პოზიტიური და ძალიან ხო, აი ესე ამას ვამბობ, ანუ აი იქ ხა შოუს ელემენტი სხვა არის მის ხორებაში, ხო, რა თქმა უნდა. კი, მაგრამ აი ენერგიით სავსე არის. ხო. ეგ საქმიანი ტიპიც არის ამასთანავე, როგორ ჩანს თუ მაინც უფრო ცოტა ის ზედმეტად საქმე არის. ანუ თან გესაუბრება, თან ახლა ადგილზევე ყველა შეთავაზა თავისი იმის შეტანა აი ბრენდის თავის ქვეყანაში და ეგეთ ის არის რა. აქტიური. ისე არის კი, ლუდი ხო ისე სპორტსმენები ხო სხვავენ ცოტა. მე პირადად ავსო. მე პირადად არ მიყვარს წინააღმდეგი ვარ. სხვას დაალევი. აი რაც არის საუბარი დათრობაზე წინააღმდეგი. არა დათრობის ალკოგოლის კულტურა უნდა იყოს კი, მაგრამ რეკომენდაციას ნაკლად არ გაუწევთ. რეჟიმი გაქვთ თან მით და ყვების თვალსაზრისით ალბათ. კი, მაგრამ უფრო რაღაც მე სპორტში რომ არ ვიყო, მაინც αλკოგოლი არ მომწონს. კარგი ბიჭი ხარ და რაშიც ვერ შევთანხმდით. მე მჭირდება რა. ორგანიზმი ითხოს თორე. სიმწრალე არ უნდა, შეიძლება ალკოგოლი ახლა რაღაც ღვინო და ისე დავლი, მაგრამ როგორც გემოსთვის, მაგრამ არა დასათრობოთ, ეს კულტურა არ მომწონს. ხო, აი სანამ რიგზე გახვალ, ანუ ხო ფორმაში უნდა იყო არა და აი როგორი დღის წესრიგი გაქვს მაგალითად, ყვებასაც ალბათ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. კი, ყვებაშიც, აი ყვებაში ვინც კარგად ერკვევა. სვადი ხინკალი არ გიყვა. სვადი ვიცი რომ არ არის ზოგადად, ხო? არა, ხო. სვადი ანუ მაქსიმალურად კალორიული არის და აი ძირითადად ბრძოლის წინ აღარ ვჭამ წითელ ხორცს, ანუ რადგანაც მძიმე არის სხეულისთვის და უფრო რაღაც დიეტურებზე გადადიხარ. ხო, ანუ გამოშრობა რასაც ქვია, კი, ანუ მუკად რო იგზნო თავი, თუ წონას აბარებ, აი დავუშვით ახლა აბსოლუტური კატეგორია რატომ მომწონს, არ ვაბარებ წონას და ვარ ბედნიერი. ხო, ესე მართლა აი ვერ წარმოიდგენთ რამხელა 12 კილოს დაკლება ახლა ერთ თვეში ფანტასტიკურად რთული არის კი. ჩვენს გაგვიზია. ხო და თან არა ისე მართლა როგორი რთულია წარმოიდგინე. ასე ძალა გჭირდება, ხო? ძალა გჭირდება, თან რა ძალა და ენერგია გჭირდება და თან იძულებული ხარ შეჯიბრის წინ წონა ჩააბარო და იკლებ ყველაფერს და რაღაცა იფიტები და ამ დროს ძალიან გადაობა არის, აი, როდესაც მაგ დანაკლები 84-ში. 80 ეს არის, ანუ ეხლა ვარ 105. 84-ში დაკლება, ანუ 80 კილო. კი, მიბრძოლი. 80 წელს ამბობთ. არა. ანუ ეს იყო ყველაზე მაქსიმუმი, რაც დავიკელი და აი ფანტასტიკურად იცვლება, ის გეცვლება, ანუ გემოს გძნობ. აი ყველაფრის გემოს გძნობ, სადღაც აი რო აცხობდნენ იმას ბულს, ყველა აი იდეალურად გძნობ და იმ დონეზე მშიო და რაღაც მომენტი აი უკვე 2 დღე რო იყო დარჩენილი, აი გადაობის გარეშე მტრედი რო გაფრინდა თვალი გავაყოლე. აზე ხარ ინდაუს რო გაები რო გაფრინდა რაღაც აი ორი ფილე რო იქნება, ხო იცი, ორი ფილე ესეც არ მოვიდა. ანუ იმდენად რაღაც ცხოველი იღვიძებს შენში. რომ ძალიან ხასიათზე ვარ როცა მშია. არის ხო. მე გავდელი ჯოშუა, მაგიტომაც ჩხუბობ ეგრე მე მგონი. დაიწყო ახლა. მოდი ცადოთ თაკო ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა მე გადაგიხადოთ. მადლობა უთხრათ და წარმატებები გასახელეთ. გასახელეთ. ხუბშიც და ხელოვნებაში. გასახელეთ რაღაცლობა. თქვენი შეყვარებული მოგვიკითხეთ ჩვენ აქედან მოვიდეთ. კი, გაუძლებლად დაგვაძებთ ერთად ძალიან საინტერესო. ამბავი სიყვარულის ახლა. იქნება და ერთხელ ახლა ისე გადავიღოთ სურათი რა. შეულურჯების გარე. შეურიგდით უკვე შეურიგდით. მოკლედ წარმატებები. გელოდებით სიახლეებით და შეყვარებული თურთ. აუცილებლად.